მენასაწყებლე დედების თაყვანისცემა გამოიხატება მათდამი მიბაძვაში. მათდამი მიბაძვა დღეს 21 საუკუნეში როგორ უნდა მოხდეს. ნახეთ, ისინი ემსახურებიან ქრისტეს, მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან რთულია და საძნელოა და საშიშია. და დღესაც მანდილოსანი თუ ეცდება, რომ ქრისტეს მცნებების აღმასრულებელი იყოს, მიუხედავად ყველაფრისა, აი ეს იქნება სწორედ მენასაწყებლე დედა. ემსახუროს ქრისტეს მისი მცნებების აღსრულებით. ვიღაცას მონაზნობა გადაუწყვეტია და მონასტერში ცხოვრობს. ვიღაც ერში ცხოვრობს, ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ ის არ იქნება ნაკლები ღვთის წინაშე. თუ თავისი ქორწინებით ჯეროვნად ისარგებლებს და ოჯახში ღვთისმოშიშებით იცხოვრობს. ესეც მენასაწყებლე დედა იქნება. ვიღაცა ტაძარს ემსახურება სხვადასხვა ფორმით, ესე იგი, ესეც მენასაწყებლე დედა იქნება. ოღონდ აქ მთავარი კი არ არის გარეგნული ნიშნით ვინ რას აკეთებს, არამედ შინაგანი мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანი. რომ რისთვის აკეთებს ადამიანი ამას, რომ ქრისტეს მცნება აღასრულოს, თუ რომ სხვას გადაასწროს რაღაცით, სხვაზე უკეთესად წარმოჩნდეს. მენასაწყებლე დედებს შინაგანად ძალას მატებდა მათი мотиваცია. მათი мотиваცია რომ არასწორი ყოფილიყო, ვიღაცამ დაგვინახოს, რომ ახლა ჩვენ ასე გაბედულად მივდივართ. სიმამაცე სწორედ რწმენიდან იშობა და არა ამპარტავნებისგან. რწმენიდან იშობა სიმამაცე და აი ეს რწმენა ჰქონდათ, აი ეს სიმდაბლე გააჩნდათ და სიყვარული და ამიტომაც მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან. და რაც მათთვის შეუძლებელი იყო იმ ლოდის გადაგორება, ის ღმერთმა გააკეთა. და ადამიანი რასაც თვითონ რომ შეუძლია და იმას არ დაიზარებს და აკეთებს, აღმოაჩენს, რომ ის რაც მას არ შეეძლო, იმას ღმერთი გააკეთებს. და ჩვენ ყველაზე მეტი მისაბაძე რატო არის მაგალითად, რომ დღევანდელ დღეს არის ხსენება წმინდა მეფე თამარისა. დღეს არ არის არც მისი გარდაცვალების დღე, არც რაიმე, რაც მას უშუალოდ ესე დაუკავშირდებოდა ისტორიულად. მაგრამ ისიც მენასაწყებლე დედათა შორის იხსენიება. ესე იგი, ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გავიდეს დრო და რომელიმე დღევანდელი მანდილოსანიც მენასაწყებლე დედათა შორის შეიძლება ასე არ მოიხსენიებოდეს, მაგრამ ის მენასაწყებლე დედათა რიგებში იყოს თავისი ცხოვრების წესით ღვთის წინაშე. მოიხსენიებოდეს რატოთქი, არ მოიხსენიებოდეს რატოთქი. შეიძლება არ ჩანდეს ესე ზედაპირზე მისი ცხოვრება, ის მეფე იყო და ჩანდა, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ოჯახური ცხოვრებით ისე განიწმინდოს ადამიანმა სული, იმ მონასტრული ცხოვრებით შეიძლება ისე განიწმინდოს სული, რომ სწორედაც რომ მენასაწყებლე დედათა სადარი ღვაწლი ჰქონდეს. აი ამაშია საქმე. იმიტომ რომ იესო ქრისტე მაშინ ხო არ იყო მარტო. იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდეო, წმინდა წერილი ამბობს. და თუ შეიძლებოდა რომ პირველ საუკუნეში ემსახურა ადამიანს ქრისტესთვის, დღესაც შეიძლება იგივე გააკეთოს. დღესაც შეიძლება ის გვირგვინი მიიღოს ქრისტესგან, რაც იმ მენასაწყებლე დედებმა მიიღეს.